ლაშა გურულის განაღდებული медаლი კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე. ქართველი მოკრივე ლონდონში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში იბრძოლებს. ლაშა გურულმა, რომელიც 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მეოთხედფინალში ინდოელი აბჰინაშ ჯანვალი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ასად ხუჯა მუიდხუნჯაევს დაუპირისპირდება. ქართველის მორიგი ბრძოლა 12 სექტემბერს გაიმართება. კრისტიანო რონალდოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პრიზი პორტუგალიის ლიგის დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო. როგორც ლიგის განცხადებაში ვკითხულობთ, რონალდომ მთელს ეპოქას გაუსწრო და მსოფლიო ფეხბურთზე წარუშლელი კვალი დატოვა. დაჯილდოების ცერემონიას რონალდო ვერ დაესწრო, თუმცა ღონისძიებაზე შეკრებილებს ვიდეოთი მიმართა. დიდი პატივია შენი ქვეყნისთვის მოიგო რაღაც. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარებოდა მთელი კარიერის განმავლობაში, თქვა რონალდომ. ესპანური მედიის ცნობით იური ტაბატაძის მიმართ ინტერესს ლა ლიგის სევილია გამოთქვამს. როგორც გამოცემა წერს, ქართველი შემტევით ესპანური კლუბი ლა ლიგა 2-ში მისი წარმატებული დებიუტის შემდეგ დაინტერესდა. ტაბატაძემ კადისის რიგებში 2 მატჩი ჩაატარა და ორივეში გოლის გატანა შეძლო. ბოლოს შეხვედრაში კი რეალ სოსიედად ბის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ევრობასკეტზე საქართველოს ოფიციალურად მერვე ადგილზე გავიდა. გუნდების კლასიფიკაციის ძირითადი კრიტერიუმები ასეთი იყო: ადგილი ჯგუფში, ჯგუფური ეტაპის შედეგები და ქულების სხვაობა. საქართველოს ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა, რაც ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრ ჯიკიჩის თქმით, ის ამაყობს გუნდის შედეგით. ქართველებს ძალიან კარგად შევეწყებ, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რამდენ სირთულეს გავუმკლავდით. ნამდვილად ვამაყობ შედეგით, თქვა ჯიკიჩმა.